გაუმარჯოს YouTube-ს, ირაკლი როგორ ახარ? აუმარჯოს, კარგად, მოგესალმებით, ჩვენო მაყურებელო, ჩვენო ერთგულო მაყურებელო. დღეს ისევ სარახუნოთა ვართ გამოსული. საბათქა ბუთქოთ. და დღეს დღევანდელი ძირითადი მიზანი არის ჩვენი ჟაკნებსაც გავისვრით იმითი ატროქსით. ხუგლუ ატროქსით, მაგრამ ახლა თან მაქვს ატანეოცაკა მაქვს ჩემი. ორ ვიდეოთ ჩავწერთ რა. არმსნეო 12. ხო, აი ატანეო 12 და დღეს გვაქვს აი ამ ჩოკებზე გვექნება საუბარი. ეს არის შვედური ბილმანის წარმოების სკიტები, ანუ სკიტი 1, სკიტი 2. და იგივე აყენია, ეს ყავისფერი რომელიცაა სკიტი 1, ჩემ თოპზე ახლა. ჩემთვის, ხო და ეს არის გასაყიდია ეს ბოლო კომპლექტია დარჩენილი. მოკლედ და კონკრეტულად. ვილაპარაკოთ თუ გააგზავნებ შენ? ვილაპარაკე. შვედური ფირმის არის ბილმანის ჩოკებიას SK1, SK2, ანუ სკიტისთვის გათვლილია თავისი ქანჩით. გათვლილია სკიტი იგივე ალბათ ვინც დაკავებულია სასტენდოს როლით, იცის რომ იგივე გვალესტენზე გამოსაყენებელი ჩოკური შევიწროებია. ანუ ამ შემთხვევაში გვაქვს გაუმჯობესებული მიახლოებით რო გითხრათ გაუმჯობესებული ცილინდრია და ცილინდრი რა. ოდნავ სხვაობა აქვს ამ ორ ჩოკს ერთმანეთთან მიმართებაში. ანუ SK1, SK2. ძალიან კარგად გამოიყენება გვალესტენზე სროლისას, ძალიან კარგად გამოიყენება წყერზე და ქათამზე ნადირობისას, იდეალურია. საშუალო მანძილებზე წვრილი საფანტით უცროლისას ძალიან თანაბარ და კარგად ესაკეთებს თან გაითვალისწინეთ რომ ეს არ არის თურქული ნაწარმი, ეს არის არც რუსული კიდე, ეს არის შვედური ფირმის ბილმანის ჩოკებია და საკმაოდ ძირადღირებულია და როგორც მეც ბოლო გაქვს ხო თუ კარი კიდე. არა, ბოლო კომპლექტია დარჩენილი და ამას თავის კოლოფშია და ბრენდულია მოკლედ რა და თუ ვინმე დაინტერესებულები ხართ, მიმართოთ დავით და რასაც უყურებ ძალიან ხარისხიერად ნაკეთები. ძალიან ხარისხიერად ნაკეთები. ეს ყველა თოფზე არ მიდის, მინდა დავამატო, ეს არის მობილჩოკი. ხო, მობილჩოკია, ზედა ქანჩით, ზედა ხრახლით არის, გაითვალისწინეთ და ზომა იქნება 7 სანტიმეტრი. თვითონ რაც ლულაში ჯდება არის 5 სანტიმეტრი, სტანდარტული მობილჩოკია 51 მმ და რეზბა თავში. ანუ იქ ანახე ლულად როგორ არის გაშვერილი წინ რა. ცოტა წინ არის გაწეული ლულა რა. ლულის გარეთ გამოდის 2 სანტიმეტრი, 20 მმ. აქვს როგორც ქანჩით მოსახსნელი ჭრილები, ისე ხელით მოსაშვები ასეთი ხავიანი ხელით მოეჭიროს და მოეხსნას. ძალიან კომფორტულია, ძალიან ხარისხიანია და მე რეკომენდაციას უწევ მოკლედ, იმიტომ რომ ასეთი ჩოკებიდან ნასროლი მაქვს ძალიან ბევრი გვალსტენძის და ისე სავარჯიშოთაც და ტესტერებისაც და სვისაც და ძალიან კარგი შედეგები მომცა ყოველ შემთხვევაში ის შედეგები რაც ევალება ამ ჩოკურ შევიწროებას რომ გააკეთოს საშუალო მანძილზე წვრილი საფანტის იდეალური თანაბარი შლა ამას ყველებას აკეთებს თუ შესაბამისად კარგი ვაზნა ახლა ვაზნა თუ არა უწყობს ხელს ბილმანი კი არა თუ კიდე ეს დააყენე კოსმოსური ხმალი დააყენე და აი აზრი არ აქვს. ეს უფრო განსაკუთრებით ვისაც აქვს იტალიური და თურქული ვერტიკალური თოფები, მაგათაც იქნება კარგი. თუმცა ნახევრავად ავტომატზეც დადგება, მაგრამ ორივე ერთად იყიდება. და კომპლექტი იყიდება რა მოკლედ რა. ხო, კომპლექტი იყიდება, კომპლექტის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გამოვაყოლებ იტალიური წარმოების გასაყოფი ტაუტია სპეციალური ჩოკების. რომელიც მე ძალიან მოწონს. და სისტემატურად ხმარობ და ძალიან მოყოლებული ვარ, მე ყოფილი ვარ თელჩიმის ცხოვრებიდან. საკმაოდ დიდი ის არის ბანკა. ხო, ინახავს ახლა რატო უნდა ხო ინახავს ლულას ინახავს შეგინან, ჩოკებს ინახავს შეგინან, გაზებს არაპარებს, არაჟანგებს და იდეალურია რა. მე თუ გითხავთ, ყველა უნდა მოიხმაროთ ეს. ნახეთ როგორი ქარია ეს, ესე აქ ისე ვერ ამოვედით, რომ ქარი არ დაგვდეს. მიკროფონები კი მიგეთია ეს თითქოს დაცული, მაგრამ აქ აი ქარი არ წევს ყველაფერს. მაგრამ ირაკლის მოუმზადე თავისი სკამი წინ სამიზნეა. და ორ ვიდეოთ გადავიღებთ ჩვენ ახლა. ორ ვიდეოთ დაიდება ცალკე ეს ატანეო 12-ით 76 ლულა აქვს ჩემს ატანეოს და იმის ჟაკნების კიდე სხვადასხვა ტიპის ჟაკნები გვაქვს და შევადაროთ. კიდე ჩვენი დატენილიც არის და იტალიურებიც არის და თურქულებიც. ასეთი გვაქვს პროგრამა. ახლა თეორიულ ნაწილში გვინდა ატანეოზე საუბარი თუ იმდენია? იმდენი გვაქვს ნალაპარაკები რავი. უნდა ახალი და უნდა არაფერი. ახალია თითქოს არც არაფერი. მაშინ მოდი მივყვეთ და დავცხოთ. ხო, მე გადავუსასახლე ხალხზე და შენ რასაც მომიტან შევეცდები დაჯექი შენ მიდი იქა მოირგე ის
აგე დავიწყოთ 7 ნომრით, ჯერ გავისროლოთ. მოდი რა ვქნათ, იცი, მაგას ხო სკიტი 1 აწერია, ჯერ ხო, ერთია. სკიტი 1-ია, სკიტი 1-ით დავწყოთ ისინი, რა ქვია. რამოდენიმე და მე გადავიდეთ სკიტი 2-ზე. კი ბატონო. ამ შემთხვევაში გვექნება ეს გლავპატრონის 7 ნომერი, 34 გრამიანი ქარხნული. აჰა. ქარხნული 34 გრამიანი, 2.5 მილიმეტრი, 70-იანი 70 მილიმეტრიანი ვაზნა და დავითას დარაბოჩანი ასე და არა, მაგაზე აღარ მიქნა. არა, მაგაზე არა. ეგ უკვე თავისია. ხო, მანძილი გვაქვს 35 მეტრი, არ ჯობია ცოტა უკან ჩამოიწიო შენ. ამინდა რა თქმა უნდა. ეგრე ახლოს უდეფსევიოს? ხო. ხო, სამიზნეზე კიდე ის ჩამოვიტანეთ, სპეციალური სტიკერებია, თვითონ რომ მჟღავნდება ისეთი. ისა თორმე. ესროლო? რა ვიცი, ესროლე. კარგად გააბრაგუნა. კარგი უკუცე მოხონდა ფოტოშოპის. და კონტეინერს დავინახეთ შემოდავით. კონტეინერი გადატენა, გადმოვაგდო. და სადღაცა 2 მეტრში ჩავაგდო ის არელი მას რა. არ დატოვო ის ავიღო. არა, ამას ავიღებთ მე. კონტეინერიც დავინახე. წავიდეთ. ეს იყო პირველი გასვლა გლავპატრონის ქარხნული ვაზნა 7 ნომერი 34 გრამი, სკიტი 1, 35 მეტრზე. ირა როგორ მოგწონს აბა? მშვენიერია, თანაბარი შლავა, ცენტრშიც დაზიანებულია. რა უნდა ქნას მეტი. ჩემი 26 გრამი რომ ესროლა დარწმუნებული ვარ უფრო მეტი საფანტები იქნებოდა ალბათ, იმიტომ რომ მე რამდენიც ვესროლე შენ, რავი, შენი 26 გრამიანი იდეალური გამოვიდა ხოლმე ყოველთვის რა. უნდა მქონდეს და ვხიოთ, და თითქმის ვხიოთ, მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს რა. და თითქმის რა არის გასაკვირი, იცი რომ თითქმის ყველა გამორგულობის ლულა მოირგო თითქმის ეს 26 გრამი რა. მე მართლა სერიოზულად გემოვნები რომ ხო ფიქრობ რომ 26-იანებზე გადავიდე მეთქი რა. და გადადი რა, ტენის ავთავარია შენი თოფი და ხო თაგედი რა არის, რა უპრეტესობა გიცი, უკუცემო ნაკლები აქვს. წონაშიც ძიმია რესაკვირველად. ზეზე ბერსოიცი ხარს არ დაგანგრევს. ხარს არ მოდი მშვენივრად შლის და რაც მინდა მეტი თო. მეც ახლა შეუბერ წერზე ბევრს რო ისიო, სად არის მაგდენი ბევრი სასროლი. თუცა როცა იყოს, როცა იქნება. არც არ არის უდიაღები მშვენიერია რა, თანამედროვე შელავარ. ხო, მაგრამ ჩემები უფრო მეტი მოხდება, დარწმუნებული ვარ 26. მეტი რა გინდა, რა წაუვა ამას. გულ საფანტი ყოლი გამოხდომ წესრიგზე. გადავაგრათ ახლა და ვესროლოთ აბა ჩემი დატენილი ან სხვა ნომერი. ჩემი დატენილი 4 ნომერი ვხიოთ. 26 გრამიანი თუ ეგეთი ის მოხდომი. უნდა მქონდეს, კაი. უბრალოდ მოინტერესებს ეს. ეს კი ვაჩვენე, მაგრამ დამოვიწყდა, ეს არის ის სტიკერები, რო ჩამოვიტანა, ეს თვით გამჟღავნებადი როა. ნახეთ, ერთი აქ მოხვედრილი. 3 აქვს მოხდეს. 2 და მესამე. 3-ია ცენტრში მოხვედრილი. არის ფიქრობთ, რომ ეს არიანი აქ ახლა შავი ფლომასტერის დადება არაფერს აღარ უზავდა და მაგიტომ. ეგ თვითონ არის გამოჩნდეს. ხო, თვითონ არის. შავია და რო ხდება, ასეთი რულონი ვიყიდე, აი. ხო და სადაც ხდება, მე იმას ამოგლიჯავს და ანუ ორი ფენაა რა გაკეთებული. საფანტი ზედა ფენას აგლიჯავს და ქვედა ფერადი რჩება. აი ახლა დავაკარით ეს ცენტრში. აი ესეთი ეს უფრო მე მგონი გეკოსი და პნევმატურის არის ხო? პნევმატურის არის, მაგრამ ეს ჩვენი ცენტრის დასაფარად იდეალურია. გამოგვადგება ხო და კარგია. იპოვე? ხო. აი 26 გრამი 7 ნომერი ჩემი დატენილია. ხო, ეს უკვე დავითას დატენილია და მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს ოღონდ რა და მე მგონი ამან იმ წინა ქარხნულს უნდა აჯობოს. ისა, ერთი წუთი ირაკლი არ გაისროლო. არ ვიცი რაც. ძალიან ხმაღალია. რასაა кайხმა? მიკროფონები კარგად იწერიან. ხო, მიკროფონი ხარ ჯობრის, ეხა ამაზე გუბკა უკეთია და ხარი ვეღარ ხრიალებს. ცოტა ხან ჩადგება, ხან ამოვარდება. ხო, ერთი სიტყვით იგივე მანძილით, იგივე ჩოკით ახლა ჩემ დატენილ 26 გრამიან 7 ნომერს ესვრის ირაკლი. იგივე მანძილზე დავარდა. აი ნახეთ, თოფი გადახსნილი დარჩა. გადატენა ჩვეულებრივად და აგერ დაახლოებით 1.5 მეტრში დავარდა.
განასროლი გილზე. ცოტა უფრო ახლოს. ეს იყო ჩვენი დატენილი 26 გრამიანი 7 ნომერი სკიტი 1-დან. აი ესე მოხდა. თითქმის იდენტურია რა, დიდი განსხვავება არ არის. ორი ცენტრი არ გვაქვს. განსხვავება ისაა რომ აქ ცენტრში არც ერთი არ მოხდა, მაგრამ სამაგიეროდ აი ცენტრის გარშემო შემოკარგად მოხდა, აქ მეორეც არის. თანაბრად არის გაშლილი. თანაბრად არის კი. ნახეთ. ხო, პირველი იყო კონტეინერში, მეორეც კონტეინერში მქონდა, უყურეთ. კონტრასული კონტეინერი იყო. ხო, ეს პირველი იყო ქართული ესეთ კონტეინერში და მეორე კიდე აწყობილი იყო, ანუ კონტეინერის ჩაშკა მქონდა ცალკე გაკეთებული და ცისფერი ობტურატორი და ნაბძის პიჟი. ხო და ჩვეულებრივი კონტეინერი ყოფილიყო ალბათ უკვე ის იქნებოდა, მეც ვფიქრობ. უფრო მჭიდროდ მიაყრიდა, ვითომ? არა, ეს ერთი ჩორტია. მე ვფიქრობ, რომ რა ვესროლოთ ახლა და ჩემი დატენილი 4 ნომერი 32 გრამი. ხო ჩანს. დასეძებ. ხარ მოწევთ ერთი. გავისროლოთ და მე. ეს რა არის? 32 გრამი ხო? ჩემი დატენილია ეგა. კი ბატონო. ცოტა მსხვილი ნომერი ვთქვი. 4 ნომერი 32 გრამი. და რაც ახლა ვისროლეთ სკიტი 1-ით ანალოგიურ სამგასროლად გავაკეთებთ სკიტი 2-ით. ეს თან ქაღალდის კონტეინერში ყოფილა და ჩაიშალა. ჩაშალა კონტეინერი გამოფქვა დაინახე. მაგრამ არა, პრინციპში ამას გადატენიდა 32 გრამია. გადატანა ჩვეულებრივი დღესო. 26 ტენის და ქაღალდი დატენილი ხალხო არის კიდე კარგი იქიდან გამომდინარე რომ ბიოდეგრადირებადია ცელულოზა და დაბინძურება გარემოში არ ხდება. აბოცელოიდებით და პლასმასებით რა მიუხედავად იმისა რომ მაინც ბევრი გვიწევს ამ ცელოიდის კონტეინერების სროლა და ვანაგვიანებთ გარემოს დავითამ ახალ მიგნებას და ახალ ასე ვთქვათ ნოუ-ჰაუ ჩაუყარა საფუძველი რომ შენი მოგონილი არ არის. არა, შენი მოგონილი არ არის, შენ დაიწყო ამით დატენა და რავი ქაღალდის კონტეინერები თუ იქნება ფასმოლოდებში წარმოებლებით თუ დაანერგავენ მაგამოს, როგორ ცუდი არ იქნება გარემო პირობების დავიცავთ უფრო ჩვენ სავარგულებს და არ დავაბინძურებთ რა. ეგენ შტატივზე ნახე, როგორი ელასტიკური ბინტი დავახვი, რომ დაგინახე რომ ის დაუდგე გარწავა, შენ ჩაკეცილია შიგნით. ხო, აღარ სურავს ახლა და თავისი რეზინი აქვს, მაგრამ მაინც შენ რო წინაზე ის მოახვიე, რა ქვია, პირსახოცი მეთქვი რა შვება თქო და ხო, გადავწყვიტე ეგეთი რაღაც გავაკეთე. თვითონ ფეხი აქვს მოტეხილი რა. გი თაბაშირში აქვს. რომა კარგად არის სიმაღლე გასწორებული. ხო, შენ და არ ციცულება ბიჭო რა, საკაიფოა. არა, სროლია ისა მოხერხებულია და არც სროლის დროს არ ირყევა, რავი, არ თამაშობს რა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გათვლილი მაგისტრის სროლის ხო არ არის. ეს არის კამერისთვის და ეს ტრიპოდი ვიყიდე ლილოში, მე სათამაშოების რიგში თუ დაინტერესდებით და ვინმეს გჭირდება, ძალიან ძვირიც არ არის, გაგაცნობთ იმ კაცს. კაიფასად მოგცემთ და იმიტომ რომ პროფესიონალურად მოძვირეთ ეს ესენი. ხო, ტრიპოდები. სადღაც 40 ლარი ღირდა თუ 38. სიმაღლეების მიხედვითა მაგი არის თუ არ ვწდები 1.40 თუ 1.60 ეგ იშლება და კამერისთვის ვიყიდე და მე ჩამოვიტანე ეს ზევიდან რო აქ ესე ფეხები გაფარჩხული. ასე ხო. თოფისთვის. აი ეს საცრკი არის აწყობილი, ხო? მარტო ზედა ნაწილი ჩამოვიტანე და აქ კამერისთვის ნახეთ თავისი ისე აქვს თარაზო უყენია აქა და არ გასწორდეს. ხო, კამერა რო გასწორდეს და კაი წამოვა მივიდეთ ნახოთ იქ რა ხდა. უწევთ თავით რა. ეს ხელია თუ გაიტანს. ეგ მე ჯერ მოიცადე ამას ვამბობ. ეს ჯერ არ გაგვიფერადებია. ალბათ ემჩნევა. ხოდა მეგონი აღარც უნდა გაფერადე მოსველი მასულები. აი მაინც მივშტრიხავ რომ უფრო ამის იმედზე ვერ ვიქნები ახლა.
ჩვენი 4 ნომერი 32 გრამიანი ცენტრში აქ ამ შემთხვევაშიც არ მოხდა აი ესე რა თქმა უნდა 4 ნომერია მარცვლები ცოტა არის სკიტი ფართო ისე დიდი გაფართოებაა შედარებით და შესაბამისად მონახვედრი ნაკლებადაა თუმცა თანაბრად არის გადანაწილებული ოპა შოკი შევცვალეთ დავაყენეთ სკიტი 2 ეს ლურჯი ფერის შევცვალეთ ხო? ხო, სკიტი 2-ია და სკიტი 2 რაც იმით ვისწავლეთ, პირველი სკიტით იგივეს გავყვებით ანალოგიურია. ანუ პირველი გავაჟღეროთ მაინც 34 გრამი 2.5 მმ საფონტებია 70 მმ-იანი ვაზნა არის და გრამაჟი გვაქვს 34 გრამი. 7 ნომერი გლავპატრონის ქარხნული ნომერი გლავპატრონი კი ბატონო. ო იგივე მანძილზე აგდებს სადაც საიწევან ჩემი 26 გრამიანი კი ბატონო. ინელებს ჩვენივრად ირაკლი აბა ეხლა მაგ მიკროფონით მაქსი შორიდან დაილაპარაკე ხარისხი მაინტერესებს ხარისხი რავი გესმის ახლა ხმამა და ჩემი მე ოდნავ მესმის აი იმაზე მე ხა ძალიან ხვდავ ვლაპარაკობ ჩემი ტონალობით რო ვილაპარაკო ალბათ უკეთესად გაიგებ აი მაგალითად აი მაგასაც აბა ქარხნული გლავპატრონის 7 ნომერი 34 გრამიანი სკიტი 2-დან აი ესეთი მოხვედრა გვაქვს მოვნიშნეთ ახლა ყველა მორტყმული ეს იმ სკიტი 2 სკიტი 1-ზე ოდნავ ვიწროა ამიტომ შესაბამისად უფრო სიუხვე არის აქვს მარცვლების თან არ დაგავიწყდეთ 34 გრამიანია ეს ვაზნა თუ დამჭა ახლა ჩემი დატენილი 26 გრამით 7 ნომერი მე მგონი უნდა იყოს კიდე ერთი ცალი ახალ და იმასაც ვესვით 7 ნომერი 26 გრამი იპოვე კიდე ერთი ცალი ენახე 8 ფთაზე მაქვს ეს დატენილი სოკოლზეა ირაკლი ეს სოკოლზე ყოფილა დატენილი საინტერესოა ინახე სოკი წერია ო სოკა მარკირება მაქვს გაკეთებული ეს მომენტში ახლა გამოაძრესა შემოხედე შენი მიკროფონი კი გამოცემს ეგამა სოკოლზე 7 ნომერი 26 გრამი სკიტი 2-ით კარგით როთორ შეგიძლია ესრულო ო ეს ბევრად რბილად გავარდა მინდა გითხრა აი წინ დავარდა გადატენა ჩვეულებრივად გადატენა სუნის სპეციფიკური სოკოლის სოკოლის აგი წინგდია დაახლოებით მეტრო ნახევარში აი და სხვადასხვა სუბტად დაწვა ნახე ნამცეცები ისინი არ ყრია იმიტომ რომ ობტურატორი იყო მჭიდრო აჰა კი სოკოლია შიგნით არ უნდა იყოს მოფლაყვებული ეს ობტურატორი კონტეინერი და ასე შემდეგ სუბტად დაწვა და რა პლაუნის იყო რბილად გაისრულა იმათ უფრო დამარტყეს ხარში რბილად გაისვრის იმიტომ რომ სოკოლის დამახასიათებელი თვისება იმიტომ მოწონს იმიტომ მომიყვას სოკოლი მეც რა თანაბრად იწვება და ძველი მოდური მონადირე ვარ მაგას იქ ჩავაგდებ ძველი მოდური მონადირე სოკოლი სოკოლი კარგია არ ვიცი ახლა თუ გამოჩდება სანამ გავაფერადებ რომ ნახოთ რა
სხვათა შორის ცენტრიც დაზიანებულია, აი ორი ცალი აქვს მოხმული. ეს იყო ჩვენი დატენილი 7 ნომერი 26 გრამიანი სოკოლზე. ეხლა ყოველ შემთხვევაში მაინც მოვნიშნავ ფლომასტერით და იქ უკეთესად გამოჩნდება. აი, გავაფერადეთ. მოიცადე იქიდან არ დაუდგე, დაჩრდილავ. ჩვენი 7 ნომერი 26 გრამიანი სკიტი 2-ით ნასროლი. როგორც ვთქვით, სკიტი 2 უფრო სულ ოდნავ ვიწრო არის და შესაბამისად თითქოს სიმჭიდროვეც უფრო მეტად არის და აგერ ამ შემთხვევაში ცენტრიც აიღო 2 მარცვლით. ეხლა ამ სკიტების სერიიდან დღეს ფინალური გასროლა 4 ნომერი 32 გრამი ვხიოთ ჩვენი დატენილი და მე გადავიდეთ ჟაკნებზე. ამ სკიტის ჩოკებს რაც შეეხება ბილმანის სკიტებს დღეს არის აი ფინალური გასროლა ამ ვიდეოზე 4 ნომრით ჩვენი დატენილი 32 გრამიანი რო იყო ძეღან. იდა. გთხოვთ 4 ნომერი 32 გრამი, მესამე გასროლა სტანდარტულად მიდის. SK2-დან უკვე ესეც ქაღალდით იყო დატენილი, ძალიან რისკი ის ხუნდა, მკვეთრი უკუცე მოხუნდა, მკვეთრი. და საოცრებო, ნახე? შინჭატო. ეგ უკვე გილზის ბრალია. კიჭი მოწყვიტა. ხო, ეგ იმდენჯერ არის ნასროლი, რომ უკვე დეფორმაცია მიცა. მოწყვიტა. ეგ 1-10 ჯერ არის დატენილი, ხდება ხოლმე კი. ჩაჭერა ნახე, მან კიჭი ჩაჭერა კი რა მოაგდო. ჩაჭერა შინ ხედა. ხო, დეფორმირებული იყო და. თუ რაღაცა էր მკვეთრი უკუცე მოიყო. იმიტომ რომ არ გამოგიგდო გილზი და. გილზი საერთოდ რო არც გადმოტენა, იქ დაახლოებით იგივე გააკეთა, რასაც ორლულიანი აკეთებს ხოლმე. ანუ უკუცემაზე, ანუ გაზმა გადმოტენაზე ვერ იმუშავა რა. ეს იყო ამ სკიტებიდან ფინალური გასროლა ჩვენი დატენილი 4 ნომერი 32 გრამიანით დავასრულეთ. სკიტი 2-ით. ასეთ სურათი მივიღეთ. შვენიერი გაშლა აქვს. ეხლა აქვე მეორე ვიდეოს ჩავწერთ. ხელახალი გამარჯვებით, ხელახალი მისალმებით. რასა გაიგოთ არის ეს? ხო, შვენიერია. გადასარევი. მიუხედავად იმისა, რომ არ ამოაგდო, ანუ დეფორმირებული იყო უკვე ცოკოლი, ის უკვე აღარ შეიძლება მაგის გამოყენება. მასრის თანაბრად დაალაგა. თანაბრად დაალაგა. და გავუწყოთ 4 ნომერის საფანძია საუბარი. ხო, 4 ნომერია ვთქვი. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ცენტრი ვერ ავიღეთ. ცენტრში არ მოხდა, მაგრამ გარშემო რაც არ უნდა ყოფილიყო, ეხლა მათ თაგაშლილს არაფერს არ დაინდობდა. რა? შეიძლება. აბსოლუტურად. მოვჭით აბა დღევანდელი სროლებიდან ამ მოკლე აღწერა ამ სკიტების, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ შვედური წარმოების ბილმანის სკიტები. გარე ჩოკები ასე ვთქვათ, რომელიც გვაქვს ბოლო პარტია, ბოლო კომპლექტი გაყიდვაში, ანუ თავისი კეისი, 2 ჩოკი და გასაღები მოსახსნელი. ერთად ყიდვის შემთხვევაში თუ ვინმეს ვერტიკალური თოფი აქვს საჩუქრად მოყვება საკმაოდ ესეთი მოცულობითი ზომის ბანკა იტალიური წარმოების ჩოკების საფოხი. მე ვაყოფილი დავრჩი ამითი, ეს ისევე შეუძლიათ იყიდონ როგორც ნახევრად ავტომატის მფლობელებმა, ასევე ორლულიანზე უფრო ძალიან ლამაზად დგება და ძალიან ლამაზად გამოიყურება.
გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ და გვიკომენტარეთ. თქვენი თითოეული კომენტარი, ლაიკი და გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმიტომ რომ არხს წინ წევს ძალიან ხშირად ამოაგდებს ხოლმე მე რეკომენდირებულ ვიდეოებში YouTube-ის სივრცეში და ასე შემდეგ. დღეს მატანეოსთან ერთად აგერ Google Matrox-ი გვაქვს წამოღებული 4 ჭრილიანი შევიწროებით, ანუ რითიც ტყვიებს ვისვრით ხოლმე, ანუ ეგრეთ წოდებულ ჯაკნებს და აგერ გვაქვს ესენი არის ყველა სხვადასხვა ტიპის არის შირიცკიში ხმატოვის ჯაკნები, როგორც ეს უკვე ბინარულ მუხტზეა, გაურებულ მუხტზე. გაორმაგებულს კი არა, ორად გაყოფილ მუხტზე. ანუ დღეს დიდი big bada boom გვექნება რა. ხო, გვაქვს ასევე თურქული ოსკარა, გვაქვს ასევე რა ქვია დიაბოლო გვაქვს, აგერ შირინსკები გვაქვს, აგერ გუალანდი გვაქვს. და გვაქვს კიდე ეს ლიმანს უძახიან მაკაროვის ტყვიას რო გავს ესეთი ნახევარსფეროსავით რო არის. თეთრ კუდაირემზე ნადირობენ ამერიკაში, ლით თუ იმით ფოსტერით. ფოსტერითაც და ლითაც. ერთი და იგივე ჯანდაბა მე მგონი იმას ლის ტიხარი აქვს. იმას აქვს ჩაშკა არა აქვს. და პლასტიკის ბურთს დებენ ხოლმე. კი ბატონო. ფედერალებში ეგრეა, გიგი რო გვაჩუქა. ხო, შარიქსებენ პლასტელოიდისას. რომლით დაიწყებ? ჩემთვის სულ ერთია ხო იცი. თუ სულ ერთია. შენ თუ გინდა დაალაგე. მოდი ახლა იმ ლიზე გქონდა და დავცხოთ ამ ლითს. დავცხოთ ერთი ლი. ეს ლემან, ორი ლემან, სამი. ისე აწერ გიგონება ზავოდსკოია ხო? უყურებ ხომ შენ დაწერილს მე მგონი. მგონი ზავოდსკოია მეთქი რა. ერთნაირად წევს უყურ. აბა დაუდე, მე კი არ დავკვირვებია, ყველა დაუდე აბა აჩვენე ერთი რაზე. აი დავაკვირდ მოგზავნა ხო შეხედე. აგიგონება ზავოდსკოია. აი შეხედე. აი მესამეც ბიჭო, ერთეგივე ადგილი და ერთეგივე შრიფტი. მაგარიში. კალიგრაფია, კალიგრაფია, როგორ არის კალიგრაფია? აი ეს მიგვარს ხან ახლა შუა ევროპაში. არა ყადაო. ეს ლიმანის ტყვია, ანუ ლის ტყვია იგივე, აი. მოახედე თავები არის მოხვევით გაკეთებული. ახლიდან მოწია. მოხვევით არის გაკეთებული და ზის 24 გრამიან სპორტულ კონტეინერში. ანუ ტყვია არის ქვეკალიბრული ტიპის. ოჩახ. წავედი გორში. იქ დამავიწყდა გადამეღო, მაგრამ ისე გეტყვით რა, მე რომ მივალ სამიზნეზე რომ მოხდება. რკინის 5 გვაქვს, ანუ მიკროტალღური ღუმელი ვიპოვეთ ძველი, ეგრეთ წოდებული. ბატონო ეგრეთ წოდებული ეგრეთ ქვია. და შიგნით ჩავდეთ ფანერები. მიკროტალღური ელექტროღუმელი. ხელკედლიანია და ფანერები რა ეს DSP-ს ნაჭრებია და შენ დავალება რა მომეცი, რკინას უნდა მოვარტყა აუცილებლად? რკინაზე შენ თვითონ ხო მიაწებე ის წებოვანი სამიზნის ცენტრი, ხო ხედავ აქედან? კი. ხო და შენი დავალება იქნება როგორც წინაზე ხო გახსოვს ქვაფს რო ხიე. აჰა. ეგეთ ვარიანტში ეცადე რომ მოარტყა რკინას. ჩვენ შიგნით რო შევა ეს DSP-ები, იმიტომ ჩავდეთ რომ დავალება მიღებულია გენერალი. გარეთ არ გავიდეს. შენ გასულოს ვაკეთებ. ხო. უშენგენაცო კარგი იყო კონტეინერიც დავინახე. ლამის ცენტრში მოხდა ვიდეო. ხო, მანძილი არის 35 მეტრი, ხო არ დაგვეწია უკან. არაფერი და უნდა გასდაანებთ. კარგად ხდება. საკმაოდ კაი ჯგუფს აკეთებს. ტყვია-ტყვიაში. ტყვია-ტყვიაში თუ აცდა? ტყვია-ტყვიაში. ტყვია-ტყვიაში. აუ, ბიჭო, უკან გადის ყველა. ტყვია-ტყვიაშია. ხო, მაგრამ იქ დაგხვდება ბუსკვერცხები, რასაც უყურებ, ეხლა ის გამჭოლი, ანუ სკვაზნოი გაიტანა. გაგა, როგორ გასო? არ არსებობს. უკან დავინახე. ხლა ფანერები გაიტანა, ბიჭო? ჰა? ხლა ფანერები გაიტანა? ხო. ის ტყვია-ტყვიაშია, რო იცოდე, ორი ტყვია ერთმანეთში. დავდით ახლო დავნახოთ, კაცო, დავაჩვენოთ რას ესვი, ხო? დაგვაუწყდა ახლო დაავადება.
აი ესეთი სამიზნეა საკმაოდ ისეთი კარგი ჯგუფები გააკეთა. 5-ვე მოხვდა. ასეთი კოლოფი ქონდა ჩვენ და ასე ფანერები ჩავალაგეთ, რომ როგორმე შეეკავებინა 1 2 3 4 5 იქით მე-6, მაგრამ ამ 5-დან ნახეთ 3 გამოხია, გამოვიდა, 1 დააკავა შიგნით. გუალანდი დიდი ალბათობით გამოხრიტავს ყველას გუალანდები, ხო. მაგრამ ეთი შირინსკის იმედი მაქვს, რომ შეიძლება ისეთი დეფორმაცია მიცეს, რომ იქნებ ჩაგვიდოვოს და შენესკი დეფორმაციას მიცეს, იმიტომ რომ ხო, ექსპანსიური ტიპის არის. გულს გათვლი ახლა შენს უკვე. ირაკლი ახლა გვაჩვენე ესენი არის ჩვენი ჩამოსხმული ის კარგად ცნობილი შირინსკის შეხმატოები. ოღონდ არის ბინარული, ანუ გაორებული მუხტით. გაორმაგებული არა, ორად გაყოფილი მუხტით დენტის. სპეციალურად. ხო, ეხლა ამით გუალანდები რო გვესროლა და ის ოსკარები მქონდა კიდე შეროკა სტალონს ეძახი. ფოლადის ბურთულიანი და ყველაზე სუსტმა ამ ლისტყვიამ 5-დან 3 გახრიტა და იქ ვერაფერს ვერ აუკრიფავთ. ჩემი მიზანი იყო რომ გავიდა უკან და გაიარა გავიდა. და შირინსკიზე კიდე ჯერ ერთი თქვენ ჩამოვასხავთ, პრობლემა არ არის და მეორეც ერთი ეს ეგრევე დეფორმაციას იღებს და იქნებ ვერ გავიდეს. ნახოთ აბა. ერთიც რომ ჩარჩეს, ანუ 2-ც ამ 5-დან უკვე ჩათვალე რომ საქმე გაკეთებულია. მოარტყი? გაქანავდა და უკან კიდე ის იყო. ვერ დავინახე, შეიძლება მოხდა კი. მოიცადე სანამ გაისრე, ამ ბინარული მუხტით როგორი იყო? ჩაულებრივი რა ვერ შემომჩნია. კი, და ცენტრში მოხდა. კი. ტყვიაში გადა უკან ხედავ ხომ ტყვიებს რა. უკან გადის. საერთოდ წააქცია. აი, ამოიღე ეგენი, მე მგონი აზრი აღარ აქვს. სკვაზნოის ხვლიტავს. აი წითელი როა აბა თუ გავარტყო რა. ხუთი 6 7 სულ ყველა მოხვედრილი აქვს. ყველა მოხვედრილი აქვს. 3 და 2. მაგრამ აი ეს ერთი უთო აქვს გაკეთებული აქეთ. ესო? ხო. მერია შეტრიალებული. თორე შუბი თორე დაჯერხებული. იგე? და ვიო. ეს რომელია? გაიგე ახლა ლია თუ რუსლი. აგერ 8-დან 5 წელია გარეთ გამოფრენილი. ყველა აღარ ვესწავლეთ აზრი არა აქვს. ვერ აჩერებს. ნუ ჩვენ დატენილ ვაზნებს ვერაფერიც ვერ აჩერებს რა არის ტყვია აღი. ეს არის ჩავაგდე შენ. ეს რა მოაგლიჯატო? ფრაგმენტი, აი ეგ იმის. დიდი ტყვის ნაჭერი ნახე აბა. ხეში იქნება გაჭედილი, აბა საწავიდა 8-დან 3 არ არის გამოსული. რომელიღაც ფენაშია. მაგარაც ყოლა გამოსული. ამ დირკიდან არის გასული. როგორ არის გასული? აუ ჩაოლებრო. აბა იმეებზე ნახე იქ ეს გასულია. ნუ კაი, 2 ცალი სად არის? შეგეთ ხო იქ თორე. გადმოყარი აბა იქნებ. არა, ირახუნებდა შინ დროებს. გაფრინდნენ რა. აი ეს ფრაგმენტი არის.
ეგ არ არის. გაფრინდნენ. ერთი ცალი ვიპოვეთ. ერთ სიტყვით სხვა რაღაცა გვაქვს მოსაფიქრებელი. აბა იქ დაათვალიერე რა ისი გაცამოყარე. ნახე მეთქი და არა ბიჭო, არა დაფშნილია სულ. აი სპორტული კონტეინერი, ნახე. ზეგან რო ვთქვი. აი ამაში იყო. მაღალ კონტეინერში ის და ის ლაიმანი რო ეწერა. ირაკლის რომ მოეწორო კალიგრაფია. არ გამოვიდა სანახაობრივი. ჯობია ისევ იმ ვიდეოს მივაბათ, მაშინ და ეგ იქნება. ვის იმედიც მქონდა, ისე ვერ მოხდა. რისი გაკეთებაც გვინდოდა, აქტიურად ვერ გავაკეთეთ რა ეს ერთი ცალი. ეს არის ლიარი ირაკლიესა. ლის თავია. ლაიმანი რო ეწერა ის არის. კარგი დეფორმაცია აქვს, მათ შორის მიღებული და საკმაოდ კარგად აციფრინა. აი ამდენი დაგვრჩა გასასროლი იმის გამო, რომ ვერ გავთვალეთ ამ ტყვის სიძლიერე, გვეგონა რომ გავაჩერებდით, მაგრამ ვერ გავაჩერეთ. დღეს არ ვიცი, მაშინ ამით დაგემშვიდობებით. ეს ორივე ერთ ნაწილად გამოვა, აღარ გავყოფ ვიდეოს შუა. აბა რაც არის ეგ არის. მშვიდობით, მოვალ შეხვედრამდე. არ მოიარეთ ხოლმე ჩემ არხსაც საინტერესო ვიდეოებს ნახავთ, ძველი ვიდეოებია, მაგრამ საინტერესოებია, კომედიური ჟანრის ვიდეოებიც არის ნადირობაცა. ირაკლის დაუმზადე ახალი ლოგო. აქზე იქნება, მე ალბათ მალე ავტვირთავ და სურათად ჩავსვავ და თან ირაკლის არხსაც ვაჩვენებ. ხოდა გამოდით, გამოიწერეთ ირაკლის არხის. ეს არის ირაკლის YouTube არხი. ზეღარ რო ვამბობდით, მოძებნეთ, გადმოდით, გამოიწერეთ და გამოვაცოცხლოთ ეს არხი და ხოდა ახლის გაკეთებას ჯობია ისევ ეს ძველი აღვადგინოთ, გამოვაცოცხლოთ, რომ იარსებოს ამ არხმა განვითარდეს და გამომწერებიც დაემატოს. და კომენტარით უყურეთ ვიდეოებს, ჩვენთანაც გაგვილაიკეთ და ჩვენი არხიც გამოიწერეთ. დღეს სულ ეს იყო. ცოტა მოულოდნელად კი დაგვიმთავრდა დღევანდელი დღე, მაგრამ არა უშავს. კიდე იქნება სხვა ბევრი უკეთესი ვიდეოები და მოვიფიქრებთ ისეთ რაღაცას, რამაც შეიძლება ტყვია საბოლოოდ გააჩეროს, ისეთი რომ ბოლოს კარგაგვარიანად დეფორმირებული ამოვიღოთ და ვნახოთ. აბა კარგად იყავით. პროივით.